ილიას უნივერსიტეტის ლიტ კაფეში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ერეკლე დეისაძის საიდუმლოს ცირობამ გამოსვლიდანვე ძალიან მალევე მიიქცია დიდი ყურადღება და ჩვენი აზრით ალბათ სკანდალსაც გამოიწვევს. როიდ მე ძალიან მომწონს სხვისი ტრაგედიის კომედიად ქცევა და ამ წიგნში ეს მრავალად არის. Ცილისი წაკითხული ყოველი ზღაპარი ბნელი გვირაბის გაგრძელების მცდელობა. ეს კი საკმარის მეტი მიზეზია, რომ შურისი და მშობლებისგან დავიწყოთ. არაერთხელ მიფიქრია მშობლების ჩაძაღლებაზე. ვეწოვდი ძუძუს, რომელიც ესაძლოა სექსუალური აქტის დროს მამაჩემს ედოპირში. აბაზანაში ბანაობისას იმავე საპნით, რომელთაც ესაძლოა დედაჩემმა გაუპარსავი ფანჩარი გაიქაფა, მე საკუთარ პენის ვიალერსები. ეს სექსის ახალი ვარიაცია, საკონი ინცესტია. და ამ ყველაფერს მივესალმები, ისევე როგორც დაიკოს ფარულ მასტურბაციებს, რომელთა წარმოდგენისგან სიცილისგან შაროლში ჩამგამდის. ტრანსპორტი გაჭედილია, ახლა დაიწყება რხევები და სექსის უხეში იმიტაციები. ასეთ დროს საჭესთან ღმერთზე ვფიქრობ, რომელიც დიდი ხნის დაუბრუნებელი და მოუწესრიგებელია. არაერთხელ მიფიქრია მშობლების ჩაძაღლებაზე. ეს ტრიქონები ახალგაზრდა მწერალ ერეკლე დეისაძის რომან საიდუმლო სირობიდანაა. წიგნის პრეზენტაცია ერთი კვირის წინ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში შედგა. მაშინ მწერალმა საკუთარი ნაწარმოებიდან გაცილებით მძაფრი ციტატებით წაიკითხა. წიგნის საჯარო კითხვამ უნივერსიტეტში საკმაოდ დიდი ყურადღება გამოიწვია. და სად უნდა იცხოვრო ჩვენმა შვილებმა? ნუ თუ ამ გაიყვნენ ქვეყანაში, სადაც ვდიან აი ეს მამათმავლობის აპოლოგეტები რა. წიგნის კითხვიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ იმავე სასწავლებლის სტუდენტები წიგნისა და ავტორის უკვე ანათემაზე გადაცემას ითხოვენ. ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში არ მოხდეს თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები, როგორიც იყო საიდუმლო სირობის პრეზენტაცია. ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის გადადგომას ითხოვს. ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აგიტაციას უწევს მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ლიტერატურას. მეორე მიზეზად კი სტუდენტები იმას ასახელებენ, რომ გიგი თევზაძემ უნივერსიტეტში სამლოცველოს გახსნაზე უარი უთხრა. ჩვენ 1300 სტუდენტის ხელმოწერით ავედით კანცელარიაში, კერძოდ გიგი თევზაძეს მიმართეთ, რომ გამოიყო ჩვენთვის სალოცავი კუთხე და პასუხი მივიღეთ ძალიან ცინიკური, ესეთ რაღაც გითხეს, რომ ბარემ კაფეებშიც გაგიხსნით სალოცავ კუთხესო, ნუ რა გვექნეთ, წამოვედით და მეორე დღეს ამის პასუხად გაგვიმართეს პრეზენტაცია წიგნის საიდუმლო სირობის, სადაც აღვირახსნილობის და არტიმართლმადიდებლობის მეტი არაფერი წერია. წიგნი, რომელზეც სტუდენტები და სასულიერო პირები საუბრობენ, ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში იყიდება. 15 აპრილს მისი პრეზენტაციაც იქვე შედგა. საიდუმლო სირობა ასე ეწოდება ერეკლე დეისაძის მოთხრობების კრებულს, რომელსაც აქციის მონაწილეები ღვთისგმობას უწოდებენ. ჩაატარეს პრეზენტაცია წიგნის, რომლის სახელსაც ჩვენ ვერც ვახსენებთ და ვერც შინაარსზე გესაუბრებით, იმდენად ამაზრზენია ეს ყოველივე და ეს ყველაფერი კი ფაქტიურად მიზანმიმართულია ჩვენი მომავალი თაობის, განსაკუთრებით აი ამ უნივერსიტეტის სტუდენტების საწინააღმდეგოდ. ყველას მოუწოდებს სტუდენტებს, რომ ხმა იმაღლოს და გამოვიდეს ამ წიგნის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მართლმადიდებლობის, ჩვენი რელიგიის შეურაცხყოფა და არავის არ აქვს უფლება მგონი, რომ ეს მოუწოდოს ხალხს, რომ ესეც ისაშნელება დაბეჭდოს თუნდაც და გამოუშვას და დაწეროს. რომ დაიბეჭდა წიგნი გამოიცა და მოხდა პრეზენტაცია აი ამ სასწავლებლის კედლებში, სადაც უარყოფილია, დაგმობილია ღმერთი იესო ქრისტე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, დაგმობილია დაგმობილია რელიგიურ ადამიანურ გზნობებს ლახავს. ჩვენი უფლებები დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც აშენებს დევანდელი ასოთა ხელისუფლება, ესე გვაქვს ცდილობენ რომ ააშენოს. ჩვენ იმიტომ რომ აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევთ. შელახულია აი ამ წიგნის გამოცემა, იმიტომ რომ ჩემი პირადად, ჩემი ადამიანები, ჩემი მრევლი შვილების ოჯახის ღირსებებია შელახული და ამის დაცვა ხდებოდა დღესაც. ამან გამოიწვია ეს კონფლიქტი. ამიტომ საგანადო პასუხი უნდა აიღოს იმ ადამიანებმა, ვინც შეუწყეს პროცესს ხელი, რომ აი ეს კონფლიქტი არ დაჩაღებულიყო. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ კონფლიქტი არ დაჩაღდეს და დამთავრდეს მიღობიან. ამიტომ ყველას ხო შეეძლოთ, რომ დავიშალოთ
და მშვიდადად არა დამთავრდეს ეს დღევანდელი წელი და სამართლებრივი კუთხით მოვიპოვოთ უფლებები ჩვენი ქვეყანაში. აი ამას თავს ყველა. ნუ იქნება დაპირისპირება ადამიანებს შორის და შევეცადოთ რომ დაგები და სიყვარულის მიუდგეთ ერთმანეთთან ურთიერთობაზე. და პროვოკაცია ხელი არ შეიძლება. აი ამას ხო. ამას ხო. ძალიან დიდი მადლობა არ დამიხადოთ ისტორიები, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან დააპირისპირებს. მე მინდა გითხრათ რა, რომ მამას მალვება ეს არის ცოდვა. ეს არის ცოდვა და არ უნდა იქნეს იგი შემთხვევით. ეს არის ცოდვა, რომელიც უნდა იქნეს ახსნარებაში მონანიებული. არ შეიძლება რომ მამას მავალ ადამიანს მიეცეს გასაგანი. არ შეიძლება რომ მამას მავლება იქადაგებოდეს ქვეყანაში. ან დაწეს დაებს. მამას მავლობა სჭირდება მკურნალობა. ასეთი მეულები და დაავადებულ ადამიანებს სჭირდება მკურნალობა. და ჩვენ უნდა შევეცადოთ მათ მკურნალობა და არა ხელი გავარდნათ. კი ისინი რა თქმა უნდა არ იქნებიან მაპროვოცირებელნი დაპირისპირებული. აი ეს მინდა ვთქვამე განსაკუთრებით. ამიტომ ჩვენ შევეცადოთ ყველას ძალიან, ყველას ყავს შვილები, ჩვენ ქვეყანა გვაქვს, რომელსაც საქართველო ქვია და შევეცადოთ რომ ჩვენ ბუნეობა, ჩვენ ტრადიცია, ჩვენ ისტორია, ჩვენ საცნობება, ჩვენ ეროვნულობას პატივისცემთ. ყველას ნუ დაუპირისპირდებით ერთმანეთს. ატობა მე მინდა დავამთავრო ძალიან ხომ რა რომ ესეთი აგონიური ასე გამონათქვამები შეგვიძლია რა თუნდაც ეს ეკლესიოლოგიური იყოს თუნდაც ეროვნული ჩვენ უნდა გულიდან ვთქვათ ყველაფერი რა ჩვენ გვაქვს ქრისტე ნამდვილად აღსდა და ჭეშმარიტად აღსდა მაგრამ არ მინდა ესეთი პაკეტია რა მე მინდა ეს რამეს გაუსვა ხალხს ბატონმა დიდი ფერდაზე განაცხადა რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგია რომ გაიხსნა სამლოცველო ამ სასწავლებელში ასევე ხელს შეუწყობს რომ მსგავსი სახის წიგნები პრეზენტაცია მოხდეს ამ სასწავლებელში მას ამის უფლება არ აქვს რადგანაც აქ ჩვენი შვილები სწავლობენ ამიტომ ის არ არის დიქტატორი ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ დიქტატურას უარი უნდა უწევს ყველა აი ეს არის ჩვენი კრედო და გიგი თევზაძე არ არის დიქტატორი და არ უნდა გახდეს დიქტატორი ჩვენ დემოკრატია აი ესია გიგი თევზაძის დიქტატურას არ უნდა გადაყვეს ეს სასწავლებელი სადაც ჩვენი შვილები სწავლობენ მე ვიგაჩი ძალიან მოკლო ყველა ძალიან მოკლო
თავისუფალ სექსუალური ცხოვრება ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე. ოჩა? ძალიან ნანის მორჩი. ქართლის დედა სიმის ციცივები აქვს. ქართლის დედა საღარცემი ნაკლი აქვს. ქართლის დედას გზელი ყავა უხდება. ქართლის დედას აღმაგარი დრაკი აქვს. ქართლის დედა ჩემი დედა შენი დედა ყველას დედა ქართლის დედა ჩემი დედა შენი დედა ყველას დედა ია 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 Gani